მოგესალმებით, ეს YouTube საინფორმაციოა, მე ზურა ვარ. მე კი ნია. რაიმენ რუცმა მეორე სეზონის მეორე ეპიზოდი დადო, სადაც ერთმანეთს Biggs and Willy შეხვდა. Biggs-ზე შემიძლია თქვა, რომ თეთრი ბიგია და Willy უბრალოდ თეთრი. იმედია, რომ მალე მასეც ვიტყვით, რომ თეთრი ემინემია. ანუ ემინემიც თეთრია, მაგრამ მოკლედ ჩახლართული ამბავია. წარმატებები ყველას. ოზიმ ახალი ვიდეო დადროპა. უგადავი მელოდიუს არ უხდება დადროპო, ამიტომ ასე ჩავანაცვლოთ. ოზიმ უგადავი მელოდიუს ახალი ვიდეო დროპნულ. ერთმანეთს მანუ და ბასტო შეეჯიბრა. ბასტო მეორე ქოროა, სადაც არ უნდა მივიდეს, კარგი გადაცემა გამოდის. მან თავისი ექსცენტრიულობით მანუ დაჩაგრა. ოზი არ დაუჩაგრავს, კაცი უგადავი მელოდიუს აკეთებს და ალბათ ჩათვალა, რომ ზეწოლა აღარ იყო საჭირო. ჩვენს წინა გადაცემებში კაცების რეიტინგზე გქონდა ხუმრობები, რომ დაეცა და რაღაც იყო შესაძლებელი. როგორც ჩანს, ეს კომენტარი სხვებმაც გააკეთეს და ირაკლი კაკაბაძემ განაცხადა, რომ აპირებენ კაცების ფორმატში ცვლილებების შეტანას. ჩვენ მივესალმებით ამ ფაქტს და იცოდეთ, ჩვენი ყველა ხუმრობა იმიტომ არის, რომ გვინდა YouTube უკეთესი იყოს. წარმატებები კაცებს. მილოვა სტრიმზე შონზო და დროპი ყავდა. მილოუ, რა ხდება, გოგოების პონტი აღარ არის? არა, შონზო და დროპიც კარგია, მაგრამ მეთქი გოგოებიც იქნებიან დალევასი გიჟეები, რამე რუმე. იუთუბერმა კაკომ ენერგეტიკული სასმელი დოპამინი გამოუშვა. სანამ დოპამინს გამოუშვებდა, მანამდე სასმელის რეკლამა გამოუშვა. რეკლამა კარგი გადაღებული იყო, ასევე კრეატიული. უბრალოდ რაღაცეებს არ ემთხვეოდა. მოკლედ კაკო, ნიჩევო, კარგი იყო. მოვითხოვოთ, კაკომ გამოაქვეყნოს სია, ვის გაუგზავნა დოპამინის ყუთი, რადგან ისეთი ხალხის სწორავს ჩემამდეც მოვიდა დოპამინიო, ან გონია მაგათვის გაეგზავნა. მე დოპამინი არ გამისინჯავს, თუმცა მთავარ კონკურენტად Red Bull-ია სასახელებენ. ნახოთ რა მოხდება. ყოველ შემთხვევაში ჩვენ წარმატებებს უსურვებთ ყველას. H1-თან ახალი ვიდეო დადო სახელწოდებით რამდენად პატარაა ატომი სინამდვილეში. მიმართვა H1-ას. თუ მართლა 160 IQ გაქვს, ამ შეკითხვაზე გვიპასუხე. თუ კი ატომები და ანტიატომები სიმეტრიულად შეიქმნა, რატომ არ გაანადგურეს მათ ერთმანეთის სრულად? ლაშა გელაშვილმა ახალი ვიდეო დადო ცნობილ ქართველებს ვაჩვენებთ ფოკუსებს. მან ყვარას ის გაუკეთა, რასაც ყვარა მსოფლიო ვარსკვლავებს უკეთებს. დიახ, მოატყუა. შოთი და აჩის ფოკუსი ჩაუტარა და ახლა შოთი აჩია და აჩი შოთი. ან პირიქით, აჩია შოთი და შოთი აჩი. ან აჩი და შოთი იქნება რეზი და რეზი იქნება აჩი და შოთი. ან შოთი იქნება უფროსი ძმა და რეზი და აჩი ტყუპები. ჰამაკის არხზე ატლეტიკო ბარსას თამაშზე ლაივი იყო გაშვებული. უბრალოდ თვითონ ფეხბურთი არ გადიოდა. ფეხბურთს თუ დაამატებთ, უფრო კარგი იქნება, იმიტომ რომ ეს სტრიმი ძალიან გავდა ქუთაისელი ბავშვები რომ ცურვაზე დადიოდნენ იმ ვიდეოს. საერთო ჯამში სხვა იუთუბერებისგან განსხვავებით ბიჭები ცდილობენ სიახლე შემოგთავაზონ, რაც თავისთავად უკვე კარგია. ადამიანები მთვარეზე მეორეჯერ გაფრინდნენ. არტემის 2 არის NASA-ს არტემიდას პროგრამის მეორე ეტაპი და პირველი მისია 1972 წლის შემდეგ, რომლის ფარგლებშიც ადამიანები მთვარის ორბიტაზე გაფრინდნენ. არტემისის ჯგუფის წევრები მეორეები არიან, ვინც მთვარეზე არიან. ამ თემასთან დაკავშირებით ჩვენი კორესპონდენტი ჩაგვერთვება. ზურა, გური, ნია, ზურა, ნია, გური. ჯერ ეგერთი მეორეები არ არიან, მესამეები არიან. იმიტომ რომ მე უკვე აქ ვარ და ველოდები. რავი, ძალიან კაი სიტუაცია ამ მთვარეზე, მაგრამ ზაუდი მირჩევნია ბევრად. აქ ახლა რომ ჩამოვა არტემისი ააშენებენ დიდ სახლს და შემდეგ ჩამოვლენ ჰაუსის ახალი მონაწილეები და დიახ, შემდეგი სეზონი მთვარეზე იქნება. გამარჯვებული კი სატურზე მოიგებს ოროთახიან ფინას, ლავის და ცენტერიანის გაზის ღრუბლების ხედით. მთვარემდე მართალი ხარ, გური, მოყვები ბოლომდე. YouTube-ზე საინტერესო არხი აღმოვაჩინეთ. Mr. Nutrition-ი. მის ყველა ვიდეოს ვუყურე და რავი, ვაფშე აღარ შევჭამ. მაგის დედაც. ზიპერას უკვე 3 კვირაა ვიდეო არ დაუდია. რა ხდება ზიპერ დაგველია გეები საქართველოში? ველოდებით ჩვენს TikTok განხილვებს. ვინმე გამოჩნდება კიდე ლადოსნაირი არ ინერვიულო. დიანაზე არაფერს იტყვი? დიანა, ეს სიმღერა შენ გეძღვნება. და თუ დაგეკარგა ფერები, მაინჩენთან მოვალ მოგეფერები, მე შენ. დღეისათვის სულ ეს იყო. დაელოდეთ ჩვენს YouTube საინფორმაციოს ორშაბათს საღამოს 8 საათზე. თუ რენდერმა არ გაჭედა. YouTube ინფორმაციას გაწვდით ზურა და ნია. და გური. გური ჩემი ზღვა.